იყო. გურამის ზოგადად შემოქმედებაზე და მის ლიტერატურაზე ის შემიძლია ვთქვა, რომ თავიდანვე როგორც კი ლიტერატურაში აი მისი პირველი ნაწარმოებები წავიკითხე და ეს მოხდა ამ წიგნის შემდეგ. ეს წიგნი პირველად წავიკითხე 2012 წელს, როდესაც მე გურამი გავიცანი და სიმართლე გითხრათ, იმ დროისთვის მე ეს წიგნი კარგად ვერ გავიგე. და აი ხა მეორეჯერ რო წავიკითხე, უკვე ეთყობა მზაობა მქონდა იმისთვის, რომ ტექსტი სხვანაირად გამიაზრებინა, მაგრამ ამ შუალედში შეგაჩერდი. არ მომეხმარ. და ამ შუალედში მე საშუალება მომეცა, რომ წამეკითხა გურამის სხვა ლიტერატურული ნაწარმოებებიც და ისე მოხდა, რომ როცა მე დავიწყე მისი პირველი ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვა, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს იყო პირველი მისი ლიტერატურული ნაწარმოებები. ვიფიქრებდი, რომ ეს უკვე შემდგარი დიდი ხნის მწერლის შექმნილი ნაწარმოებები იყო და როდესაც გავარკვიე, რომ ლიტერატურაში რითი შემოვიდა და როგორ შემოვიდა, პირველი რაც მე გამიჩნდა ეს განცდა იყო, რომ ამ კაცმა ამაზე მეტი რა უნდა დაწეროს. ეს არის მისი ძმები, ძველი მოთხრობები, ძმებით დავიწყე, რომელიც თემ მოდი რა. მოდი გენდერში შენც ხარ, მოდი. წერალზე თეო ისაუბრებს და პირველი განცდა მქონდა ის, რომ წავიკითხე, რომ არ ვიცი რა, რაღაცა მწვერვალი და განვითარება ხო არსებობს, რომ რაღაციც იწყებ, ვითარდები, მე შეიძლება დაღმასლაც გაქვს, ან ერთის ტკეპნა გაქვს, ან გამეორება, ერთი და იგივესი უბრალოდ ტექნიკური მხარის დახვეწა ხდება უფრო მეტად ფორმებს აქცევ ყურადღებას, მაგრამ აი ეს პირველი ნაწარმოებები რო წავიკითხე, მივხვდი, რომ გურამი ჩემი მეგობარი კი არ არის, მხოლოდ აი ფანტასტიკური ავტორი არის და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემი მეგობარიც არის. რაც შეეხება ამ ნაწარმოებების გადასარევად ილაპარაკეს და გაშალეს თემები დათომ ქართველიშვილმა, რომელმაც თქვა ამ ლიტერატურული ნაწარმოებების როგორც მისი სპეციფიკა იყო, რომ არის ერთგვარი ექსპერიმენტი და გამოირჩევა გურამის სხვა ნაწარმოებებისგან. მე ვიტყვი, რომ მე პირადად უფრო კარგად ეხლა გავიგე ეს წიგნი რაზე იყო და როგორ არის და მზაობა ამ წიგნის წაკითხვისას არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შენ უნდა გქონდეს იმისი ინტელექტუალური რესურსი, წვდომის და ხედვის რაღაცა ჩარჩო კი არა, უჩარჩოობა, რომ მიხვდე რაზე არის ეს წიგნი. ერთის მხრივ არის ამბავი, როგორ ვითარდება, რომელშიც ხშირად იკარგები, იმიტომ რომ პარალელურად ხდება, ვერ გებულობ, რომ პროტაგონისტი ერთი პირია, ორი ადამიანი წერს მწერალზე თუ რა ხდება, მაგრამ ლიტერატურაში შინაარს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ვერაფერს ისეც ვერ დაწერ, რაც აქამდე არ წერილა. აქ თავარი არის ფორმა, როგორ მოაწოდებ ჩვენამდე და ეს საინტერესო პარალელი, რომელიც ნახევრად ესე ისტორია არის და ძალიან კარგი არის და სასარგებლო არის იმ ადამიანებისთვის, ვინც აპირებს, რომ ლიტერატურაში შექმნას ნაწარმოებები და ფეხის ადგმას იწყებს და ძალიან კარგი არის მათთვის, ვინც უკვე წერს, მაგრამ ეს მხარეები არ აქვს კარგად განვითარებული და ამ შემთხვევაში ეს ვარ მე. და მე ეს წიგნი ძალიან დამეხმარა თავისი ტექნიკური ნაწილებით, როგორ უნდა რანაირად ქნა, როგორ უნდა ააგო თვითონ ნაწარმოების წერის დროს, რა უნდა ქნა, როგორ უნდა ქნა. ეს ბევრი რამე შეიძლება მოვიძიოთ ამის შესახებ, თუ დავინტერესდებით თეორიებში წავიკითხოთ, რაღაცეები ჩვენ თვითონ მოვიფიქროთ, მაგრამ აქ არის ისე მზად მოწოდებული და ჩემთვის ისე გასაგებად მარტივი და გასააზრებელი იყო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვფიქრობ, რომ ეს ნაწარმოები გასაგები უფრო მეტად იქნება დღეს, იმიტომ რომ ამის მაგალითი ვარ მე, თავიდან, როდესაც ეს ნაწარმოები წავიკითხე, ვერ შეგაფასე, ვერ დაგაფასე, მზად არ ვიყავი. ხო და დღეს შემიძლია ვთქვა, რომ მე ბედნიერი ვარ, რომ ერთის მხრივ მყავს ძალიან მაგარი მეგობარი და აქ სუბიექტური ვარ, ჩემ თავზე ვლაპარაკობ, რას ნიშნავს ჩემთვის გურამი, იმიტომ რომ არის ფანტასტიკური ადამიანი. იშვიათია, როდესაც შენ კარგ მწერალს გაიცნობ, რომ ის იყოს კარგი ადამიანი. ძალიან იშვიათია, კარგი არა, ნუ ძალიან კარგი ადამიანი და ამ ხრივ ვფიქრობ, რომ ის ლიტერატურაში, რა ვიცი, ძალიან დიდი გამონაკლისია, როგორი ოსტატიც არის თავის საქმის, ისეთი ოსტატი არის თავის ურთიერთობების და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აი როგორც ავტორს და როგორც მეგობარს ვიცნობ და რომელი უფრო დიდია ამ შემთხვევაში ჩემთვის კი არ ვაკნინებ მისი მხარეს, რაზეც ახლა ვლაპარაკობ, მაგრამ ის შინაარსობრივ მხარეს ვსაუბრობ, რომ გურამი ორივეში ძალიან ძლიერია და უმაღლესი თამასა აქვს და ჩემთვის პირადად არის პირველ რიგში რასაც ვაკეთებ ხოლმე პირველი მრჩეველი, რო წაიკითხავს და არანაირად არ არის მიკერძოებული, ეს არ არის ადამიანი, ვინც შენ ამაზე დაგელაპარაკება და გეტყვის, რომ ის არის კარგი, ეს არის ცუდი, არა.
პირდაპირ გეტყვის, სადა გაქვს პრობლემა, სადა გაქვს გასაჭირი, იმიტომ რომ მისი ოსტატობა იმ დონეზე მაღალ თამასაზე არის, რომ ვერ დააყენებს მის წინ პიროვნულ ურთიერთობებს. წარმატებას უსურვებ მის წიგნს. და დარწმუნებული ვარ, რომ ეს წარმატება იქნება